მაინტერესებს დაახლოებით რამდენი ადამიანია გაფიცული და რამდენად აისახება ეს უშუალოდ რკინიგზის მუშაობაზე. დიახ, მოგესალმებით პირველ რიგში. ყოველთვის, როდესაც ჟურნალისტმა რამდენიმეჯერ დასვა ესეთი კითხვა, რამდენი ადამიანია გაფიცული. რკინიგზაში მუშაობს 13000 ადამიანი და ჩვენი წევრი რკინიგზით ახალი პროფესიული კავშირის წევრი არის 4800. გაფიცვის საწყის ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენი წევრების 100% გაფიცული იყო. და დღეს უკვე შეუერთდა ძალიან ბევრი არაწევრი ადამიანი. ამ 4800 ადამიანია სულ მცირე გაფიცული? არა, საუბრობ იმაზე, რომ დღეს უკვე თითქმის ძალიან ბევრი სამსახური ამ მომენტსაც ახლა სალოკომოტივო დეპოდან მოვდივარ, იქ ორი პირველადი ორგანიზაცია, ერთი რკინიგზით ახალი პროფესიული კავშირის წევრებით დაკომპლექტებული, მეორე ძველი ყვითელი ადმინისტრაციის მართული პროფკავშირის წევრები. დღეს ისინი სრული შემადგენლობით შეუერთდნენ აღნიშნულ გაფიცვას და მემანქანეები უკვე სოლიდარობას უცხადებენ ერთმანეთს და ერთ მუშტად დგანან. იგივე სიტუაცია სხვა სამსახურებშიც და თუმცა ესეც რომ არ იყოს რკინიგზაში დასაქმებული ადამიანები, თითოეული ადამიანი ძალიან ღირებულია ამ კომპანიისთვის. და დღეს თუ რკინიგზა ფიქრობს იმაზე, რომ თავის დასაქმებულებზე დღეს რატომღაც მხარე წარმოჩინდა უკვე რამოდენიმეჯერ რკინიგზის ადმინისტრაცია თავის განცხადებებში იძახის, რომ აი მათი წევრები, ჩვენი წევრები დიახ რკინიგზელები არიან, მე თავად ვარ რკინიგზელი, რკინიგზის მემანქანეს თანაშემწე გახლავართ, მას შემდეგ რაც პროფკავშირის ლიდერად ამირჩიეს, მე დროებით კანონი მაძლევს ამ საშუალებას და გამონთავისუფლებული ვარ ძირითად სამუშაოდან, თუმცა პროფკავშირული საქმიანობის შემდეგ ისევ ვუბრუნდებით ჩემს პირველად სამსახურს. შესაბამისად, თითოეული ადამიანი ჩვენ ვართ რკინიგზელები. სწორედ ეს ხალხი არის ჩვენს მიერ დაქირავებული, ჩვენი ნამუშევრიდან გამომდინარე. ეს ხალხი არის ჩვენი დაქირავებული და ისინი ასრულებენ ადმინისტრაციას გულისხმობ, ისინი ასრულებენ იმ სამუშაოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, მაგრამ თუმცა რკინიგზაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი არის მაინც ის მუშა კატეგორია, რომლებიც ჩვენი წევრები არიან და შესაბამისად ჩვენ ძალიან მიუღებლად მიგვაჩნია ადმინისტრაციის მხრიდან ასე დაყოფა ადამიანების, ეს ახალი პროფკავშირის წევრი, ეს ძველი პროფკავშირის წევრი. და ილო უკაცრავად დავაზუსტოთ მაინც, ანუ თუ კი დაუშვათ თქვენი წევრი არის 4800 ადამიანი 13000-დან და ეს 4800 ადამიანი თუ კიდევ მეტი არა, თუ თქვენი აზრით არის გაფიცული, მაშინ გამოდის რომ ალბათ ამან ძალიან სერიოზული შეფერხება უნდა შეუქმნას ზოგადად რკინიგზის მუშაობას, ხომ? ალბათ, სავარაუდოდ. რა თქმა უნდა, რაც თავარია, ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა რკინიგზის მუშაობას და მე რკინიგზის ადმინისტრაციის ადგილას ვაღიარებდი ამ გაფიცვას ისე როგორც არის რეალურად და არ წავიდოდ იმ ავანტიურისტულ ნაბიჯებზე, რაზეც და უპასუხისმგებლო ნაბიჯებზე, რაზეც ისინი წავიდნენ. დღეს სამორიგეო პუნქტებთან არ ზიან მორიგეები, მემანქანები არ მართავენ ელმავალს. ჩვენ რამოდენიმეჯერ ვცადეთ ამ სიტუაციის გადამოწმება, მე პირადად ჩემი სტატუსის გამოყენების საშუალებით ვცადეთ შესულიყავი სამორიგეოებში და მენახა იქnen რეალურად ვინიჯდა. ამის საშუალება არ მომეცა, 4 ბარიერი იყო გადასალახი, დაცვის სამსახური, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, როგორც სოციალური პარტნიორი ამ შემთხვევაში ალბათ რკინიგზა არ გვაღიარებს და არ მომეცა საშუალება იმისი, რომ მე გადამემოწმებინა ეს ადგილები, მხოლოდ ერთ ადგილას თბილისის מחარისხებელში შევძელი მენახა სამორიგეო პუნქტთან მჯდომი ადამიანი, რამდენად რეალურად იყო უფლებამოსილი ის სამუშაო შეესრულებია. შესაბამისად, ძალიან მძიმე იყო გასული ღამე რკინიგზისთვის, დაფიქსირდა 4 სარკინიგზო შემთხვევა, რაც ძალიან სამწუხაროა და მე მინდა კიდევ ერთხელ პირდაპირ ეთერში დიდი მადლობა გადაუხადო იმ დისპეჩერებს, რომელმაც აღმოაჩინეს ის ძალიან სახიფათო მდგომარეობა, რაც მოხდა დასავლეთის რეგიონში. ჩვენ თავიდანვე მოუწოდეთ დისპეჩერის სამსახურს, რომ ისინი არ შემოერთდნენ გაფიცვას, რადგან ისინი პასუხისმგებლები არიან უსაფრთხოებაზე და ჩვენთვის დღესაც გაუგებარია და დღესაც გაურკვეველია და ვთხოვეთ სახალხო დამცველის აპარატს გამოიძიოს ის საკითხი, ვინ იჯდა იმ ელმავალზე, სადაც ეს ფაქტი დაფიქსირდა, რამდენი საათი ქონდა მას ნამუშევარი და დილის 6 საათზე რატომ მოხდა ეს ფაქტი. შესაბამისად, ძალიან მაშინებს მე ეს ფაქტი და მინდა რომ დროულად დაუბრუნდეს ადმინისტრაცია მოლაპარაკების მაგიდასთან და დროულად გადავწყვიტოთ. ჩვენ მონდომებულიები ვართ ძალიან რომ რეალურად შეფასდეს ეს სიტუაცია, დაუბრუნდეთ ჩვენ სამუშაო ადგილებს, თუმცა ძალიან პრინციპული საკითხები, რაც არის
ჩვენს მოთხოვნებში ეს აუცილებლად უნდა იყოს დაკმაყოფილებული და ამას პრინციპულად მოითხოვს თითოეული რკინიგზელი. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონ გოჩა, მე მაინტერესებს აი ბატონმა ილუმ ბრძანა რომ